რომელი ვიყიდოთ? S26 Ultra თუ S25 Ultra. აქ მიმული იქნება ფოტო, ვიდეო, მასალა. პირველი იქნება სულ პირველი ფოტო S26 Ultra, მერე იქნება S25 Ultra. ანუ ესე მოყვება S26 Ultra, S25 Ultra. წინასწარ გეტყვი, თუ გაქვს ფული, იყიდე S26 Ultra, ახალი მოდელია. თუ უკვე S25 Ultra გაქვს და ფულის დახარჯვა არ გინდა, არ გადახვიდე. დიდ სხვაობას ვერ იგზნობ. განსხვავება რა არის? დავიწყებ იმას, რომ S25 Ultra მირჩევნიერი თუ არის ტიტანი, ბევრად გამძლე, ნაკლებად იღუნება, არაფერი არ მოსდის, ალუმინი ერთი დავარდნისგან, ეგრევე იღუნება. მეორე პლუსი S25 Ultra-ს ანტიბლიკი უკეთესი აქვს, მზეზე უფრო კარგად ჩანს. ამას რაღაც დონეზე დაუტოვეს, მაგრამ მაინც ისეთი არ აქვს და მესამე პლუსი ფასი მეორაც იყიდი, ეხლა ალბათ ესე 1900-2000 ლარა და ეგეც პლუსი. ამის პლუსები დამთავრდა. წავედით ეხლა S26 Ultra-ს პლუსებზე. უკეთესი ეკრანი. დავდებ ეხლა შედარებას, თქვენ თვითონ შეადარეთ, რომელი ჯობია. აქ არის M13, აქ არის M14. M14 უნდა ყოფილიყო 10 ბიტიანი ფერებით, 1 მილიარდი ფერით. 10-იანი არ გაუკეთეს, 8 ბიტიანია, მაგრამ 10 ბიტს სიმულაციით გააკეთეს, რა აწიეს 10 ბიტამდე და აწიეს არის სრული 10 ბიტიანი თუ არა, მაინც მაგრა ჯობია ფერებით. უკეთესი ეკრანი, ასევე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. პროცესორს რაც შეეხება, აგ Geekbench-ს მივაბავ, single core-ში, multi core-ში, ყველაფერში ჯობია პროცესორი. აქაც ესეც ელემენტზე იმოქმედებს და უკეთესად ძლებს ელემენტი. თან ალბათ 1-3 საათით მეტხანს ყოფნის. სიტყვაზე ვთქვა, თუ ამას ყოფნის 7 საათის screen on time, ამას ყოფნის 10. 3 საათი ძალიან ბევრია. არ ვიცი რის ხარჯზე, ცალკე პროცესორი, ცალკე ეკრანი, მას საოცარი ელემენტი გაუკეთეს S26 Ultra-ს. ვისაც ესე ახალი მოდელები გინდათ გატესტეთ, ფული არ გიჭირთ, გადადით. კიდევ ვიმეორებ, თუ სესხი უნდა აიღო და სესხის ფულით უნდა იყიდო, დარჩი S25 Ultra-ზე, არანაირი სხვაობას არ მოგწევს. თუ ეხა S23 Ultra-დან გადადიხარ, რომელზე გადავიდე, რა თქმა უნდა S26 Ultra-ზე, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, თუ ფულის პრობლემა გაქვს, სიტყვაზე ვთქვა და არ გინდა ბევრი ფული დახარჯო, მეორად S25 Ultra-ს ბევრად კაი ფასში იყიდი. ასევე გაუმჯობესება, ბევრი არ იძახის, დინამიკები. ძალიან მაგარი დინამიკები გაუკეთეს, საოცარი, ორივე დინამიკი უკრავს თანაბრად. ძალიან იშვიათობაა და სადღაც ვიტყოდი, რომ iPhone-ი ჯობია თუ S26 Ultra ვერ გავარკვიო, ორივე საოცარია და ძალიან წინ წავიდნენ მაგაში. ბევრად ჩქარი SSD დაუყენეს და ამას ეხა თვალით ვერ შეატყობ, თუ ამ მძიმე თამაში არ გახსენი ან რამე ტესტი არ გაუშვი, ვერ შეატყობ, მაგრამ ბევრად ჩქარი SSD უყენია. ასე რომ რაღაცა გაუმჯობესებები არის. კამერა კიდე 1.7-დან 1.4 დიაფრაგმაზე დაწიეს და ღამე უკეთესად იღებს. სელფი იგივე დარჩა, ფოტო ვიდეო მიმული იქნება და თქვენთვის მომინდია შეფასება, მე ვიცი რომელი ჯობია, მაგრამ თქვენ თვითონ შეაფასეთ, ჯობია ეს, ის ჯობია, ღირს თუ არა, გიღირთ თუ არა გადასვლა. მაგიტო ვწერ ამ ვიდეოს, რომ რეალურად იცოდეთ, რომელი ჯობია, გადახვიდეთ, არ გადახვიდეთ, გიღირთ ფულის გადახდა თუ არ გიღირთ. ორივე მშვენიერი ტელეფონია, ცოტა ოდნავ გათხელდა, არ ვიცი, მე და თვალითაც დიდად ვერ ვატყობ. ოდნავ მჩატია, 4 გრამია სხვაობა, მეტი არა. ხელში რა თქმა უნდა S25 Ultra, რახან ტიტანია, უფრო პრემიუმი შეგრძნება აქვს და ესეც არ არის ცუდი. მე არ ვიცი, გადავიდოდი თუ არ გადავიდოდი, ალბათ გადავიდოდი, იმიტომ რომ ახალი მოდელი და ელემენტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. იქ უკვე რაღაც გაუმჯობესებულ პროცესორებს, დიდად ყურადღებას არ ვაქცევ, იმიტომ შეიძლება 5 წელი მეყოს ძველი პროცესორიც. Privacy displays რაც შეეხება, წინა ვიდეოში ვანახე, ესე ვამუქებს და რაღაცა და
ნუ რა ვიცი, მოდი აქაც ვანახოთ. ჩემთვის რა ვიცი, ეგ ინოვაცია არ არის, ნუ ვიღაცეებმა მე როგორც ყოველთვის კუდი მოაბესო, რატო იძახი და თქვი რომ მარტო Samsung-ს აქვს? აჰა, მარტო Samsung-ს აქვს. და რა? ანუ ეს შვენიერი ეკრანი, ამას ოჩართავ, ხდება კალკულატორი. კიდე როგორი ხალხიც ვერ გავიგე, გეტყვით რა. ანუ ყიდულობ რაღაცა ბოლო მოდელ ტელეფონს და აკრავ ლარიან ბრონს და სვავ ორლარიან კეისში. ანუ რად გინდა მაშინ? მთელი ამ ტელეფონების მუღამი არის ის, რომ საოცარი ეკრანი აქვს. შენ თუ დააკარი რაღაცა ბანძი ბრონი, ნებისმიერი ბრონი, რომელიც არ უნდა დააკრა ტელეფონს უკვე ბანძდება. სპეციალური თავის ანტიბლიკური დამცავები აქვს, თხელი პლიონკა, რომელიც არ უკარგავს ხარისხს, ანტიბლიკი ხდება და ის კიდე ასატანი. როდესაც ბრონს აკრავ, ის თაჩი აღარ არის, ეკრანის ფერებს კარგავს. ნუ აი მაშინ რაღა აზრი აქვს, ხო, იმას ახალი მოდელი ტელეფონი რისთვის გვაქვს სამარიაშოთ? ის ეკრანი ხო უნდა შევიგზნოთ, რისთვისაც ვიყიდეთ. თუ დავაკარეთ ბანძი ბრონი, ჩათვალეო ის ეკრანი აღარ აქვს. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ, დაწერეთ როგორ მოგეწონათ აღწერა და რა ვიცი, შემდეგში თუ რომელიმე მაღაზია მათხოვებს ტელეფონს, შეთანხმებას გავაკეთებ, იმიტომ ყველას ჩემი ფულით ვერ ვიყიდი. აბა კარგად ბრძანდებოდეთ. S26 Ultra 4K 60 FPS S25 Ultra ესეც 4K 60 FPS S26 Ultra 4K 60 FPS S25 Ultra 4K 60 FPS